საღამო მშვიდობის, აბა როგორ ხართ? ცოტა დავაგვიანე, მაგრამ მაინც მოვედი. როგორ ხართ, მეგობრებო? როგორ ხართ? ლაივის დროს, მუშაობის დროს არავის არ ვიმატებ. როგორ ჩაიარა დღემ ჩემო ძვირფასება? ცოტა დავაგვიანე, მაგრამ მაინც მოვედი თქვენთან. კი. ეხლა ეს ასე პატარა რო არ მიყვარს, რა უნდა გავაკეთო? ესეთები არ მიყვარს. როგორ უნდა გავადიდო, ხო არ მეტყვით. მეგობრებო, ერთი წამით. ნუ კაი, ვერ გამომდის. უი, მართლა, იტალიაში ძალიან ცივა დღეს, სპორტულით ვიჯექი. შემცივდა დღეს. გასაკვირია, მეგობრებო, მაგრამ დღეს შემცივდა. კი. მოკლედ თქვენთან იმიტომ დავაგვიანე, რომ პირადი გაშლა მქონდა, მეგობრებო, ამიტომ ეხლა მოვედი ცოტა დაგვიანებით. ხო, თქვენ ეხლა 41 გრადუსი გიკვირთ და აქ 50 გრადუსი იყო, მეგობრებო. ორმოცდაათი და მეტიც. მეც აღარ გვეუბნებოდნენ უკვე თორემ. მორიელი, საღამო მშვიდობის. მორიელი, აქ ხარ? არა. მოკლედ, ჩემო მეგობრებო, ნახოთ ეხლა. მოგესალმებით ყველას, უღრმესი მადლობა ყველას ჩემო ძვირფასებო. თქვენთან მოვედი საჯარო ლაივით და ეხლა გავარკვიოთ თუ რა თემით უნდა ვისაუბროთ დღეს. რა თემაზე უნდა ვისაუბროთ დღეს? დღეს არა, ამ საღამოს. რაზე უნდა ვისაუბროთ, მეგობრებო? არ მინდა ესეთი საუბარი, კაცო. არ მინდა ეს თემები. მოდი თქვენი და თქვენი პარტნიორის იქ სადაც იმყოფება თქვენი პარტნიორი რა ხდება იქ ის გავარკვიოთ, მეგობრებო. თუ გაწყობთ ეს თემა, მეგობრებო, დამიწერეთ რა თემა გაწყობთ. რა თემაზე გავაკეთოთ დღეს გაშლა. შემომთავაზეთ. ეხლა ვინც პირველი დაწერს. თუ რა თემაზე ვისაუბროთ დღეს. კონტაქტზე გამოსვლა. მოდით, მეგობრებო, მაშინ გამოძახების საჯარო ლაივი გავაკეთოთ. მოდი გავაკეთოთ გამოძახება. თან წეღან პირად გაშლაში ვახსენე, რომ გავაკეთებდი გამოძახებას ადამიანზე. კარგით, გავაკეთოთ გამოძახება. ჩაიფიქრეთ პარტნიორი და გავაკეთოთ გამოძახება, მეგობრებო. გამოძახება ჩვენი პარტნიორის. რა კარტი ამოვარდა? ოხ, რა ცუდათა, ღმერთო, რა ცუდათა. აი, პარტნიორი. რაღაც სისულელეების ჩადის, მეგობრებო, თქვენი პარტნიორი ჩადის რაღაც სისულელეებს. აბა აღიარეთ ეხლა. ვისთანაა ესეთ საქციელებით, სულელური საქციელებით.
თქვენი პარტნიორი მეგობრებო, გამოძახება პარტნიორის. კარგი, მე უნდა დავიწერო თემა, თორემ დამავიწყდება ჩემო ძვირფასებო, ასე რომ ერთი წამით დამელოდეთ. პარტნიორის გამოძახება. აი ასე. ხო. დავიწყოთ აბა მეგობრებო, იმედია ჩაფიქრებული ყავთ უკვე პარტნიორი. ესე იგი, იმდენად სამყარო არის მეგობრებო, აი ვულკანის ამოფრქვევა. გამოძახება ადამიანის იმ ზომამდეა უკვე მეგობრებო, რომ მე ბევრს ვეღარ მოითმენს ეს ადამიანი. გამოძახებაც არ სჭირდება უკვე მეგობრებო ამ ადამიანს. ასე ვიტყვი, გამოძახებული და ხაზირია უკვე. თქვენი ქუცურა მეგობრებო. გამოძახებული და უკვე მზათაა. კი. მზათაა მეგობრებო ამოფრქვევისთვის. კონკრეტულად მეგობრებო, გაკონტროლებთ ეს ადამიანი. აკონტროლებს საკუთარ თავსაც შეიძლება, მაგრამ დიდხანს ვერ მოახერხებს ამას. გამოძახება თქვენი პარტნიორის. მოკლედ ენერგიის მოყვანა, სიმდიდრე, თავისუფლება, აი ყველაფერი უნდა ამ ადამიანს. კიდე გამოძახება ფანტაზიებში და ილუზიებშია მეგობრებო. დროის ათვლა ჩართულია გამოძახების. დროის ათვლა ჩართულია, ბევრ თქვენთაგანთან სამართლიანად უნდა გამოვიდეს ახლა, სანამ ჩვენ უკვე მოქმედებთ, ახლა სანამ ჩვენ ამ ყველაფრით ვართ ამ საქმით ვართ დაკავებული, ბევრი თქვენთაგანის პარტნიორი მეგობრებო, ახლა უთლად უმეტესობასთან და ყველასთან ვერ ვიტყვი, მაგრამ აი უკვე ზოგთან ახლაც მოხდება გამოძახება და გამოსვლა ამ ადამიანის კონტაქტზე და ბევრთან უახლოეს საათში ან უახლოეს მომავალში, მოდი ვთქვათ ეს 2-3 დღე. კი. სამართლიანად თან მეგობრებო. მეგობრებო ხელი. ეს ადამიანი კი ან გამოგიწვდით დახმარების ხელს, ან დარეკავს კონტაქტზე გამოვა. კი მეგობრებო, აბატონო. გამოაქვიოს და მივიღებო. მოვიდეს, რა პრობლემაა, ვისაც გინდათ მეგობრებო. ღმერთმა თქვენი სურვილები აგიხდინოთ, რატომაც არა. პარტნიორის გამოძახება. აბატონო მეგობრებო, ნახეთ უბრალოდ როგორი მოქმედების კარტი მოდის. როგორი მოქმედების კარტები ამოდი შეხედეთ. გაფრენის კარტი ეთყობა აფრენს. მეგობრებო, ეთყობა აფრენს, ან გააფრენს და ისე დარეკავს, ან მოგწერთ მეგობრებო. ან ისე გააფრენს, რომ მოგწერთ მეგობრებო. ხო, ჩოტკას სტრემლენიე, კონკრეტულად მეგობრებო, დაკონკრეტდება და გააფრენს და ისეთ რაღაცებს მოგწერთ მეგობრებო, აუცილებლად გამაგებიეთ რა. გეხვეწებით? ხო. გამოძახება სასწაული ადამიანს ცეცხლს დაანთებს მეგობრებო. იმედს ჩაგისახავთ. მოიფიქრებს ეს ადამიანი, ისევ რაღაცებს მოიფიქრებს, ხო? ხო, მოგწეროს. გამოვა იმე ტანში დამაჟრიალა ეხლა. ამ ადამიანს აქვს მისია შესასრულებელი სამყაროსთან, რომ კონკრეტულად უნდა გამოვიდეს, ეს არის მისი გამოცდა. ეხლა როგორ მოიქცევა მეგობრებო? დედას გეფიცებით, ეს ადამიანი ახლა სამყაროდან გამოცდას გადის, რომელიც უნდა ჩააბაროს და რას იზამს ახლა? თუ გამოვა კონტაქტზე. ეს იქნება მისი გამოცდის ჩაბარების პირველი ნაწილი. ხო. უნდა მოვიდეს კი. ეხლა გვაქვს ჩვენ ადამიანის გამოძახება, პარტნიორის გამოძახება, ესეთი დღევანდელი ჩვენი ლაივი. ხა, აბა როგორ ეხლა, რა ეგონა მაგას, როგორ შიში აქვს ისე, შიში აქვს, მოგწეროთ თუ არ მოგწეროთ, მოგწეროთ თუ, აი რა გავაკეთო მეგობრებო, აი ნახეთ, ქვემოდან რა კარტია, ხო, თქვენ ხართ მისი ბედნიერება, თქვენ ხართ მისი მომავალი, სამართლიანი მომავალი, თქვენთან დიდიც არის და ბავშვიც არის, პატარაც არის კი, აი ნახეთ, უბრალოდ, აი ნახეთ მეგობრებო, როგორი ორი კარტია, აი როგორი კარტია და ქვემოდან ნახეთ როგორი კარტია ბედნიერების, კმაყოფილების, სიხარულის.
თქვენთან მოსვლით ეს ადამიანი თავის დანაშაულს გამოისყიდის. ნახეთ რა წერია ამ კარტს. ცოდვის გამოსყიდვა, დანაშაულის გამოსყიდვა. ხო, ანუ ეს არის მისი სამყაროსთან დავალება, რომ თქვენთან თუ გამოვა კონტაქტზე, თქვენთან თუ მოვა და თქვენ თუ აი ესეთ ბედნიერს გაგხდით და თქვენ იქნებით მასთან ესეთი ბედნიერი და თუნდაც ეს ადამიანი იყოს ესეთი ბედნიერი თქვენთან, ეს იქნება მისი ცოდვების გამოსყიდვა, დანაშაულის გამოსყიდვა სამყაროდან, რომელიც უკვე იქნება ჩაბარებული. ისი მხრიდან. ხო. მთელი მისი ცხოვრება იქნება ეს ადამიანი თქვენთან ერთად ბედნიერი. აი მეგობრებო, ესეთია ამ ჩვენი საშემოდგომო და შემოდგომა ახატია მეგობრებო ზეთ. აი ყველაფერი რაღაცას ნიშნავს. ყველაფერი რაღაცას ნიშნავს. ახლა მინდა რომ ის კონტაქტზე გამოსვლის კარტი და ვტოვო აქ. კონტაქტზე გამოსვლის კარტი. აი ეს დავტოვოთ აქ მეგობრებო. ჩვენი კარტი აქ დავტოვოთ. ხო, ნუ ეხლა რით აღარ ღირსა, ეს არის დროის საკითხი უკვე ჩემო ძვირფასებო, ასე რომ ყველაფერს აქვს თავისი დრო, ასე რომ არ ინერვიულოთ თქვენ. თქვენ უნდა დაელოდოთ თუ გაქვთ სურვილი, თუ არ გაქვთ სურვილი, კიდე ესეც თქვენი გადასაწყვეტია რას იზამთ. ასე რომ ეხლა ეს თქვენ რას გადაწყვიტავთ, სამყარო მოგანდოთ თქვენ. შემოდგომამდე რატო გადაიდო? რას ქვია გადაიდო? რას ქვია გადაიდო? აშვაშია. მოკლედ, დავიწყოთ ეხლა. მოგესალმებით ყველას, ვინც ეხლა შემოგვიერთდით, მეგობრებო, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩემს აუდიტორიაში. აი, ნახეთ ქვემოდან რა კარტია. ხო გადავჭეხე კარტი, აი რა კარტია. აი მეგობრებო. საღამო მშვიდობის, ანა მარია. აი თქვენი კარტი. აი თქვენ კიდევ გული გწყდებათ ჩემო ძვირფასებო. ლოდინიც აღარ გინდათ რა? კარგით რა? ხადაობთ? ხა. პირდაპირ პირველი კარტი. აი ქვემოდან. მეგობრებო, რას ლაპარაკობთ? აი მეგობრებო, აღარ გავაგრძელებ. აი მეგობრებო, აღარ გავაგრძელებ უბრალოდ. აღარ მინდა გაგრძელება. ხო. აქვე დავამთავრებ ეხლა ამ ყველაფერს. გამოძახება ადამიანის უკეთესი რა გინდათ? კი, ანა მარია, კარგ დროს მოხვედით. 6 თვე ელოდები ნიკოლოს, ნინა. 6 თვე ზოგჯერ არაა საკმარისი ჩემო კარგო. 6 თვე ლოდინი არ არის საკმარისი მეგობრებო. 4 წელი ველოდებოდი, აი უბრალოდ 4 წლის მერე მომწერა ადამიანი ხარ ველოდებოდი, იმას არ ნიშნავს რომ ეხა რაღაცა ვთქვათ. ხო, 4 წლის მერე მომწერა ადამიანმა, ეხა 6 თვე ჩემო მეგობრებო, ეხა დრო არ დაითვალოთ. კითხვაზე პასუხი არ მაქვს. დღეს გვაქვს გამოძახება პარტნიორის. გამოძახებული და დამთავრებულია უკვე მეგობრებო, მოდის სიყვარულით, მოდის ნიშნობით, ქორწინებით, ურთიერთობით, გრძნობებით, ძალიან ძლიერი გრძნობებით, სრულყოფილებით, აყვავებით, მატერიალურად, სულიერად, ბედნიერებით, ხვავით, ბარაქით და ოცნებებით. მე მგონი აქ ყველაფერი ნათქვამია. ეხლა ეს რო არ გავაგრძელო, უკეთესი იქნება უბრალოდ. ოღონ მართლა. გამოძახება პარტნიორის. ბატონო, ბედის ბორბალი. ბატონო, ახალი სიახლეები. ელოდეთ სიახლეებს ადამიანიდან, ელოდეთ მოსვლას ადამიანის კონტაქტზე გამოსვლას ელოდეთ, ახალის დასაწყისს ელოდეთ, მონდომებას და ინიციატივას ელოდეთ ამ ადამიანიდან. თქვენ არაფერი არ გააკეთოთ მეგობრებო. მანდილოსნებო, ქალბატონებო. თქვენ არაფერი არ გააკეთოთ. ვინც მე მიყურებ ეხლა, არ აქვს მნიშვნელობა უბრალოდ. ვინც მიყურებ,
არაფერი არ გააკეთოთ. თქვენ თქვენი გასაკეთებელი უკვე გააკეთეთ. თქვენ მეტი არაფერი აღარ გააკეთოთ, მეგობრებო. აი, როგორ ევედრება ადამიანი უფალს, რომ თქვენამდე მოუშვას, რომ ის სიტუაცია ჩაუვარდეს, რომ თქვენ უარი არ უთხრათ მიღებაზე. აი, რა ვთქვა მეტი არ ვიცი, ხო? გამოძახება გამოვიდა არაჩვეულებრივი. ფინანსები, ეს ადამიანი მოვა და იმუშავებს ურთიერთობაზე. მოვა და ურთიერთობაში ჩადებს ფინანსებს, ენერგიას ჩადებს, იშრომებს, ორგანიზაციას გაუწევს ამ ყველაფერს, მეგობრებო. ხო, აი, ფიქრი მისი. რაზე ფიქრობს? რაზე ფიქრობს და იმაზე ფიქრობს, რომ თქვენ ელოდებით, ეხლა მეგობრებო რა. ძალიან კარგი სურათია უბრალოდ. ელოდებით თქვენ ამ ადამიანს. დიდი სიყვარულით. თქვენ ისე ძალიან კარგად უნდა იცოდეთ, რომ ეს ადამიანი მოვა თქვენამდე, თქვენ უნდა იცოდეთ. ხა. მან იცის, რომ თქვენ ელოდებით. თუმცა ეს ადამიანი ძალიან ბრძოლობს ეხლა. შეიძლება ბრძოლობს რაღაც ბინის ყიდვა უნდა, ან მანქანის ყიდვა უნდა, ან აგარაკის ყიდვა უნდა, რაღაცისთვის აგროვებს ფულს, მეგობრებო. ეს კარტიც აქ ტყულად არ მოვიდა. რაღაცას ელოდება, მეგობრებო. რაღაცას ელოდება, კი, უკან არ იხევს არაფერზე. რაღაცის შეძენა უნდა, იქნებ რაღაცა ბინის ყიდვა უნდა თქვენთვის, რომ თქვენთან ერთად იცხოვროს. ან სახლის ყიდვა უნდა, ან მიწის ნაკვეთი, რაღაცას ფიქრობს ეს ადამიანი. ხა, და ყველაფერთან ერთად ტრანსფორმაციაშია და 6 თვე არაა საკმარისი ტრანსფორმაციის გასავლელად, ჩემო კარგებო. ხო, ასე რომ არ დაუთქვათ დრო. დრო არ დათქვათ. ეხლა რა დროის ვადაში გაივლის ეს ადამიანი ტრანსფორმაციას, ეს მასზეცაა დამოკიდებული. რამდენად დროულად მოვა გონზე და რამდენად გააცნობიერებს თავის დანაშაულს, თუმცა ხო, კონტაქტზე გამოვა კი. ეხლა იმ შედეგებზე, რასაც თქვენ ელოდებით, მეგობრებო, ცოტა დააგვიანდება იმ ყველაფერს, მაგრამ კონტაქტზე გამოვა კი. მაგრამ ბევრი თქვენთაგანი ასე ხართ. აღარც გინდათ უკვე ბევრი თქვენთაგანს მისი კონტაქტზე გამოსვლაც აღარ გინდათ ეხლა, მეგობრებო. აი? იმიტომ რომ გატყუებდათ. ბევრი მოგატყულათ. მოგატყულათ ალბათ, რომ ოჯახს შექმნიდა თქვენთან ერთად. უბრალოდ შეიძლება თქვენ ფიქრობთ ასე, რომ მოგატყულათ. ხო. თქვენ ფიქრობთ ასე, რომ მოგატყულათ, რომ ოჯახს შექმნიდით. არა და ოჯახი შექმნა მართლა უნდა, მეგობრებო. თქვენც ამას არ ელოდებით? ისე სასწაული ადამიანები მიყურებთ უბრალოდ. ხა? უბრალოდ ეს ადამიანი არ გიკონკრეტებთ ზოგადად თავის აქციელებს, როგორც ჩანს, თქვენგან ფარულად აქვს ბევრი სურვილები და ოცნებები. დამალული. ემოციაც დამალული. ეხა უყურეთ კვერთხების დედოფალი და კვერთხების მეფე, ეხა რას მელაპარაკებით, მეგობრებო? არც თქვენ ეუბნებით ბევრ ამას ამ ადამიანს. წყლში ხართ. ეს არის დამალული ფარული ურთიერთობა, ხო? ხო, მეგობრებო? ეს არის ფარული ურთიერთობა. ან თქვენ ხართ მესამე და მეოთხე კიდე ვინ იცის? სამკუთხედზე აღარაა საუბარი, ოთხკუთხედით შეიძლება იყოს. შეიძლება ორივე პარტნიორი იყოს დაოჯახებული, არც ამას გამოურიცხავ ხამს, ბევრი ხართ. ხო, მე რა ვიცი, ხა ძალიან ბევრი ხართ. ვისთან ოჯახი დაგპირდათ და გეგონათ, რომ გატყუებდათ, მაგრამ არ გატყუებთ ეს ადამიანი, მოვა ოჯახი შესაქმნელად, მაგრამ ეხლა ვისთანაც სამკუთხედი და ოთხკუთხედია, მაგი უკვე მე აღარ ვიცი. მაპატიეთ, მაგრამ არ ვიცი, სავარაუდოდ მოაგვარებთ ამ ყველაფერს, იმიტომ რომ მაინც ჩანს ოჯახი. ეხლა
ვისი ოჯახი ჩანს, არ ვიცი მეგობრებო, ძალიან დავიბენი. დღეს ცოტა არ იყოს და ხა. მაგრამ ოჯახი არის. კონტაქტზე გამოსვლა დავიწყე მე, არა და ოჯახი შექმნა უკვე აქ. ხა. კონტაქტზე გამოსვლა ადამიანის, გამოძახება პარტნიორის და მივდივართ უკვე ოჯახში, პირდაპირ ოჯახში. ხა. სურვილებიც აქვეა და ოჯახიც აქვეა, ამან ვართ. მაგრამ იმის არ იყოს, რა უყოთ რომ შავი ვარ, დამწვარი ვარ მზისაგან. რა უყოთ რომ სამკუთხედია, ამას რა უყოთ? და ოთხკუთხედი რომა, ამას რა უყოთ მეგობრებო? არა და მოდის ადამიანია, კონტაქტზე მოდის. გამოძახებულია უკვე და მოდის მეგობრებო. ხო, ეხა რანაირად გამოიძახეთ, ეგ არ ვიცი ეხა მე რა მიზნით გამოიძახეთ, რა ურთიერთობისთვის იძახებთ ამ ადამიანს, მაგი არ მესმის, მაგრამ გამოძახება უკვე მოქმედებს კი. მეგობრებო, მოდის. იმ ტყუილებიდან მოდის. თქვენსკენ, ნახეთ? ეს ტყუილებია, წამოსვლა და ეს თქვენ. იქ სადაც არის, იქ ტყუილები აქვს და იქედან მოდის. ხო. თან ჩქარა მოდის, ჩქარა მოდის, მეგობრებო, ელოდეთ. უახლოეს დროში ელოდეთ ამ ადამიანს. შეტყობინებას ელოდეთ ამ ადამიანის, კონტაქტზე გამოსვლას ელოდეთ ამ ადამიანის. აქ გამოძახება უკვე არის, გამოძახებულია მეგობრებო, კი. იმიტომ რომ მოსვლა ჩანს. უბრალოდ ვისაიდან მოდის ისაა საქმე და ვისაიდან უნდა გამოვიძახოთ ისაა საქმე. ცხენით. ხო, შეიძლება. აი, მოულოდნელად მოდის ეს ადამიანი და ელოდეთ მეგობრებო. მოულოდნელად ელოდეთ, რაღაც კარტია მობრუნდა, ნახეთ რა კარტია მობრუნდა. აი, ნახეთ რა კარტია მობრუნდა. ამ ადამიანს ღამე უძილობა აქვს, ეს არის ხავის და ბარაქის. ეს არის ოჯახის შექმნის, მემკვიდრეობის. გეუბნებით ეს ადამიანი რაღაცისთვის ბრძოლობს, რაღაცის შეძენა უნდა, რაღაცას ყიდულობს, მატერიალურზეა გადართული და რაღაცებს ყიდულობს, სახლი, ბინა, მემკვიდრეობა. ამაზე არ ძინავს მეგობრებო. ბიჭმაჭუნა, ბიჭუკელა, კუცურა. მოვა ბალანსისთვის, მოვა მეგობრებო. მოდის. აი როგორ მოდის, პასუხისმგებლობით მოდის მეგობრებო და ქორწინებით და ჯვრისწერით მოდის. კი, მოკრძალებულად მოდის, მზით მოდის. აი მეგობრებო. გავქნათ ახლა, მოდის, ხო. ასე რომ მოდის. ეხლა მე მინდა ვკითხო, ცირკის კლოუნივით მოდის მეგობრებო. დასრულებული, განოლებული, цариელი, ყველაფრიდან განთავისუფლებული მოდის მეგობრებო. цариელ ტარიელით შეიძლება მოვიდეს. თქვენ თუ მიიღებთ ეხლა ესეთ ადამიანს, ეს თქვენი გადასაწყვეტია, მაგრამ მოდის კი. ესე უდარდელად მოდის. კომბლეა ეს. ეს არის კომბლე, მეგობრებო, რა უწოდო არ ვიცი. კომბლე. თქვენ რომელი გირჩევნიათ, კუცურა თუ კომბლე? მეგობრებო, რომელი გირჩევნიათ, კუცურა თუ კომბლე? ამ ადამიანს ძალიან ბევრი პრობლემები აქვს იქ, სადაც არის მოსაგვარებელი. ცირკის რიჟიკა, კი? კი, ვისი პარტნიორია რიჟიკა მეგობრებო? ვის გავს? ვის პარტნიორს გავს უბრალოდ? ესე თავაღერებული ვითომც და არაფერი. ამ ადამიანს ძალიან პრობლემა აქვს მის ცხოვრებაში, საიდანაც უნდა რომ გამარჯვებული გამოვიდეს.
მანიპულატორი, ნუ რა ვქნათ ეხლა? ეს მანიპულატორობა ზუსტად რო ანგრევს ადამიანს და ანადგურებს, მაგრამ ხო, იმიტომ რომ გადაწყვეტილების წინაშე დგას. გადაწყვეტილება აქვს მისაღები თქვენსკენ თუ სხვისკენ. თქვენ თუ მშობლები. ხო, ამისთვის ბრძოლობს. თქვენთვის იბრძოლოს თუ დედმამისთვის. თქვენთვის იბრძოლოს თუ კიდე ვინმესთვის. ვინ გყავთ შვაში, მეგობრებო, არ ვიცი, მაგრამ გადაწყვეტილების ქვეშ დგას ეს ადამიანი. შეიძლება იყოს დედაც. ხო, დედა თქვენ მშობლებია თქვენ შორის. ან არის პარტნიორი, რომელიც კანონიერებაშია მასთან, მეგობრებო. შეიძლება ასე ვისთან დედა იქნება და ვისთან იქნება ღმერთო, იმპერატრიცა, იმპერატორი, ცოლი, მეორე ნახევარი, ქმარი, ცოლი, ვინც მიყურებთ ეხა, მეგობრებო, რა. ბევრთან შეიძლება იყოს მშობელიც და ბევრთან შეიძლება იყოს პარტნიორიც კი. ნუ ვისთან როგორ. ნო, იდიოტები ნახენ, აბა რა. სამართლიანობამ უნდა იზეიმოს. ყოველ ვარიანტში უნდა იზეიმოს სამართლიანობა. ძალა თქვენსკენაა, მეგობრებო, არ ინერვიულოთ. და რადგან ძალა თქვენსკენაა, ჩემო ძვირფასებო, ეს ადამიანი აუცილებლად გამოვა თქვენთან, იმიტომ რომ სხვა გზა არ აქვს. ნახეთ, პაუზაა. თქვენი ურთიერთობა პაუზაა სამკუთხედების გამო. სამკუთხედები ყოველთვის ვიმეორებ, არ არის მხოლოდ პარტნიორი. სამკუთხედებში შედის მშობლებიც, სამსახურიც, გარემოებაც, გზაც, მანძილიც, სამსახური უკვე ეტყობა ძალიან გადატვირთულია თქვენი ადამიანი სამსახურზე, ამითაა დატვირთული. რადგან წამომცდა კიდევ ორჯერ. სამსახურის მეტი არაფერი არ იცის ადამიანმა ეტყობა და აი ზუსტად ესაა სამკუთხედი, მეგობრებო. ხო. ხო, თავისი სტაბილურობისთვის. ფინანსები, ფული მარტო, ხო. მარტო ფული, სამსახური. თავისი რაღაც შემოთავაზებები და აი ესაა მხოლოდ საქმე. ესაა მისი ცხოვრება, მეგობრებო. ამიტომ გაურკვევლობაშია თვითონ, კი უნდა ახალი ცხოვრების დაწყება, მაგრამ გაურკვევლობაშია. იმ მიჯაჭულობიდან ვერ გამოდის იქ, სადაცაა და ეხლა მასე არ იქნება. იმ სამკუთხედიდან ვერ გამოდის, იმ მშობლებიდან ვერ მოდის, იმ სამსახურიდან ვერ მოდის, ვერ ანებებს იმ სამსახურს თავს, იმ მანქანას, იმ ბორბლებს, იმ კაჭკას თუ იმ ტივს თუ იმ ნავს, რა ვიცი, თუ იმ ნივას, რაც ყავს. ხო, ჯიუტი ჯინიანი ეგოისტი ადამიანი. ეხლა ესე გიყურებთ. კონტაქტზე გამოსვლა უნდა აუცილებლად, მეგობრებო, კი. გიყურებთ ასე შორიდან. კია იმ თავის ბალოტში და არის. ეს ბალოტია. ესაა ის ზუსტად მე რო ვიცით, გმა ტივი ნივით თუ ვირით. ხო, საიდანაც ვერ იქნა და ვერ გამოცურა. ხო, ჯიუტი და ბრაზიანი, კი, სადაა ეს? აი, გამომეტყველება მისი, მეგობრებო. რომლის პარტნიორს გავს? ეგი ვაშვილ და შაქარასავით იყურება? ხო. ამ ადამიანს კი აუცილებლად ექნება კონტაქტზე გამოსვლა, სამყაროს იმედი აქვს. მეგობრებო, სამყაროს იმედი აქვს, კი. ბალანსის შენარჩუნებას ეცდება თქვენს შორის. დაბრუნდება იქიდან, აი რადგან წავიდა თქვენგან, ნახეთ, როგორი ცუდათაა ეხლა. თქვენგან წასულია, წავიდა და ნახეთ ეხლა როგორ ცუდათაა. სამკუთხედში, თუმცა ხო, ამ დაცილებას განიცდის ძალიან. ბატონო, ყურეთ? მოსვლა უნდა, რადგან მოგონებებშია და მოსვლა უნდა და დასვენება უნდა თქვენთან ერთად. შეიძლება სადმე წასვლა უნდა.
პიკნიკი მოგიწყოთ, სადმე ერთად წახვიდეთ მთაში ან ბარში ზღვაზე, სადმე მეგობრებო. ხო, რომანტიკა მოგიწყოთ, რომანტიკა. თვალი არ ეცეს, თვალი არ ეცეს, თვალი არ ეცეს მეგობრებო. ხო. ჯვარის წერია. ახე? წინ გამოყვანა მამან დაუქნა. ხო. ასე რომ ჩემო მეგობრებო, ბოლო არის გამოსვლა კონტაქტზე და კონტაქტზეც გამოსვლა, გამოძახებაც და ყველაფერი გამოგივათ მეგობრებო. უბრალოდ ამ ადამიანს ცოტა აცადეთ, ადროვეთ. ხო. ცოტა ადროვეთ ჩემო ძვირფასებო. დაკონკრეტდეს. კი, ცოცხი მოახდე სასწაულს. ეს ცოცხი ბავშვობიდან მიყვარს. ამ რუსულ მულტფილმებს ვიჯექი და სულ ვუყურებდი ის, აი ეს ქალი როა, ზუსტად ეს ქალია იმ რუსულ მულტფილმში. ქათმის ფეხებზე სახლი რო დადის, კუდიანი ქალის სახლი. ხო, იმას კატაც ყავს. ქათა მიყავს კიდე გაბუნტყლული ქათა მიყავს. ხო. ეხა ქათამი არ მომთხოვოთ აქ მეგობრებო. კაკანა და კვარიახა ქათამი არ გვინდა. ეს იყვეს, ვაწყობს. ხო. მოკლედ მეგობრებო, ეს ადამიანი გამოვა კონტაქტზე და თქვენ არაფერი არ გააკეთოთ. რჩევის კარტს არ ვიღებ, იმიტომ რომ თქვენ არაფერი არ უნდა გააკეთოთ. ეხლა მარტო მოდი ეხლა ვნახოთ ეს ასტრაბარათები რას გვეტყვის. გამოძახებასთან დაკავშირებით, მეგობრებო. ასტრაბარათები რას გვეტყვის გამოძახებასთან დაკავშირებით? საინტერესოა. ემზადება მეგობრებო, ნახეთ? მხოლოდ გვირგვინის ჩამოცმაღა აკლია თავზე ამ ადამიანს. თორემ მზათაა, რომ მოვიდეს. ხო, რაც უდად ჩანს მე მგონი, ხო? რაღაც არ ჩანს კარგად. რაღაც არ ჩანს კარგად მეგობრებო, ერთი წამით. ხო. აი? გვირგვინი. გვირგვინი უკავია ხელში, რომ მოვა თქვენ ჩამოაცვათ თავზე, ჩამოამხოთ. ხო. ლამის ადგეს უნდა. იმდენად მოჯაჭულია თქვენთან მეგობრებო. ძალიან დიდი მოჯაჭულობა აქვს თქვენთან. გამოვა აუცილებლად კი. ძალიან დიდი მოჯაჭულობა აქვს თქვენთან და იმიტომ. მე ზოგადად არ ვიცი, რა ადამიანი უნდა იყოს ესე რომ თავს იკავებდეს. აი, მორგანა. მერლინი უბრალოდ. სხვათა შორის მერლინი ჩემთვის ძალიან კარგ განწყობას ქმნის. აი ეს წიგნს რაც ახატია ისაა მეგობრებო. მერლინი. ეს არის გამბედაობა. ეს არის ძალის მოკრება. ეს არის ამ ჩასობილი ხანჯლის ზემოთ ამოღება. ხო. ამ ბზარის აღდგენა. აქ ორი ვაშლი ხატია ნახეთ მეგობრებო. ორი ვაშლი ხატია მეგობრებო. ერთი თქვენ და ერთი მას. ხო. თავს იტყუებს ეს ადამიანი, ადამ და ევას პონტია, შეიძლება ითქვას ეს ანუ რაღაც მომენტში მეფიქრება იმაზე, რომ რადგან ვაშლია ადამ და ევას იყოს, მაგრამ ვინ ვის ატყუებს, ისაა საქმე, თვითონ იტყუება, რაღაცა თავს იტყუებს თორე. ხო. ეს ადამიანი თავს იტყუებს თორე. ეს არის გამბედაობის კარტი. მოიკრიბავს ძალას მეგობრებო. ხო. მოიკრიბავს აუცილებლად ძალას და გადმოდგამს ნაბიჯს კი. ცნობის მოყარეობა. იმდენად აინტერესებს როგორ დახვდებით. დედა რა ვქნა მეგობრებო. მორგანა, წეღან ვახსენე და ეთყობა ენა მიყივლა. საიდუმლოებებით ასავსე ეს ადამიანი. ეს ადამიანი არის ძალიან საიდუმლოებებით მოცული. მისტიური ადამიანი გყავთ მეგობრებო, მოყვანილი დღეს. მოკლედ, თქვენ გყავთ მას ანუ მისთვის ხართ თქვენ ოქროს თევზი მეგობრებო, რომელიც ყველანაირ სურვილს უსრულებს. აი ხო წარმოგიდგენიათ ახლა რას ვამბობ. თქვენ ხართ მისი
ოქროს თევზი, რომელიც ყველანაირ სურვილს უსრულებს. და როგორ ფიქრობთ ახლა ესეთ ადამიანს დაკარგავს? არა მგონია რომ დაკარგოს მეგობრებო. არა, რას ლაპარაკობთ? შედეგებზე ფიქრობს. თუ ეს ადამიანი ჩემო ძვირფასებო ჩვენი არ იყოს და ტაროლოგიაში აჩახედილი და უყურებს, არ ვიცი, მაგრამ შედეგებს ელოდება. ეს კიდევ ერთ-ერთი ის რა ქვია, ჯადოქრის კარტია. ესეც ჯადოქრის კარტია, ნახეთ, ესეც ჯადოქრის კარტია და მინდა რომ გაჩვენოთ. ეს ხო ჯადოქრის კარტია, მაგრამ ეს კეთილი ჯადოქარია და ესეც ჯადოქრის კარტია მეგობრებო. ანუ ერთიანობაში ეს ადამიანი რაღაცებს ჯადოქრობს. ჯადოქრობა იმას არ ნიშნავს, რომ რაღაცებს თვითონ აკეთებდეს, მაგრამ გონებრივად ძალიან დიდი ძალა აქვს შეიძლება ამ ადამიანს. რაღაც სასწაული ადამიანია დღეს მოსული ჩვენთან. ხო, ესე ამ ადამიანს სიტყვას და საქმეს, სიტყვას და მანიფესტაციებს აკეთებს, მოკლედ, რო ვთქვათ. ხო, ამიტომ ძალიან ძლიერი ადამიანია ეს. ეს ადამიანი კიდევ არის ტრანსფორმატორი. თქვენ ძალიან შეიცვალეთ ალბათ ამ ადამიანის მოსვლით და წასვლით. თქვენი ცხოვრებიდან მისი წასვლით თქვენ ძალიან შეიცვალეთ, ტრანსფორმაცია გაგარონიათ ამ ადამიანმა, სავარაუდოდ. ხო, მეგობრებო? ხო, გაიარეთ რთული პერიოდი? ხო, ცუდად იყავით? ხო, ძალიან ცუდად იყავით, მეგობრებო. ეს ადამიანი არის ჯადოქრული საქციელებით დაჯილდოვებული. თვითონ თulis ჯადოქრად საქმეს. ნახეთ ახლა ეს კიდევ აი ჯადოსნური ის აქვს ხელში. და რა ჯინის ყულაბა, ჯინის რა ქვია ამას მეგობრებო? მერთო ხო, ჯინი როზის შით, მეგობრებო, მოკლედ, მივხვდით, რასაც გულისხმობ, ხო. აი სამივე კარტი ერთსათა აქ ამოსული ახლა და ძალიან დიდი შესაძლებლობების მქონე ადამიანია ეს. ეს ადამიანი ტყუილად არ მოსულა თქვენ ცხოვრებაში, მეგობრებო. ეს ადამიანი მოვიდა თქვენი ტრანსფორმაციისთვის, რომ თქვენ შეეცვალეთ. შეიძლება იყოს კიდევ გამომძიებელიც. ან ეს სფერო იზიდავდეს. შეიძლება უყვარდეს ბევრი კითხვების დასმა ამ ადამიანს. შეკითხვებს გისვამდეთ ბევრს. შეიძლება ყველაფერი აინტერესებდეთ, ლუბაპიტნაია იყოს. ხო. ამიტომ გეუბნებით, რომ ამ ადამიანმა ძალიან კარგად იცის, ვინც დაიჭირა. თქვენ სულელი არ გეგონოთ ეს ადამიანი, მეგობრებო, უჭკვიანესია. თქვენ თვითონ ხომ ჭკვიანია, მაგრამ ხო. თვითონ ხომ ჭკვიანია, უჭკვიანესია, მეგობრებო. ძალიან ზეჭკვიანია. თქვენ რომ არ გონიათ კიდევ ისეთი ჭკვიანია. და თქვენ კიდევ ხომ იმიტომ დაგიჭირათ, თქვენ ხართ მისი ოქროს თევზი. ანუ ამ მხრივადაც ძალიან ჭკვიანია. თქვენ არ გეგონათ რომ ეს ადამიანი ასე ადვილად, ეხლა ოქროს თევზს, რომელიც სურვილებს უსრულებს, ამას ვინმე დათმობს, მეგობრებო? შეკითხვებზე პასუხი არ მაქვს. ვინ გიშლის SMS-ებს? მე მოდერატორი ახლა აქ არ მყავს და თქვენს დაწერილ SMS-ებს ვერავინ ვერ წაგიშლით. სოფი, როგორ ხარ? სოფო, ვინ გიშლის SMS-ებს? თუ ვინმე გიშლის რო არ დაწერო? მოკლედ, მეგობრებო, თქვენ ხართ ამ ადამიანის ოქროს თევზი, ასე რომ არ ინერვიულოთ, ერთს ასად არ წავა. თქვენ თუ ამის შიში და ფიქრი გაქვთ, არ იფიქროთ ამაზე და არ ინერვიულოთ, იმიტომ რომ არცა წამხელი არაა. პირიქით, აანალიზებს ახლა იმ ყველაფერს, როგორ დაგკარგათ თქვენ, ოქროს თევზი, როგორ დაგკარგათ, როგორ გაგიშვათ ასე ზღვაში სასურაოდ თავისუფლად. ხო. რას ამბობთ, ჩემო ძვირფასებო? არა. არცა წამსვლელი არაა. დროის საკითხია უბრალოდ. ხო, კიდევ რას გვეტყვის?
კიდევ რას გეტყვის კარტი? აი რას გეტყვით კარტი და თქვენ ხართ მისი სამყარო. ეს ადამიანი იმდენად დაბნეულია თქვენ გამო მეგობრებო. ხო? ძალიან დაბნეულობას აქვს ადგილი. ბალზია და ტყემალს ჭამს. შეხედეთ, პასტა და ფურცელი, პასტა აგერ აქვს გაწეული, არა და ფურცელი აგერ ვეული აგერ აქვს, წიგნი აგერ აქვს დასაწერი. რამდვილად უნდა გაუშვა სოფო და თუ მოსასვლელია და მოსაბრუნებელია, ღმერთი დააბრუნებს. თუ არ დააბრუნებს და გაუშვით ვარსკვლავების საკრეფად, ან სოკოების საკრეფად ტყეში. ხო, რა იცის ბაშლი, რა ხელია არ იცის. რა თქმა უნდა. მოკლედ მეგობრებო, თქვენ ხართ ამ ადამიანის სამყარო, რომელიც გიკავიათ ხელში. თქვენ გიკავიათ სამყარო ხელში. თქვენ ხართ მისი სამყარო. არც იფიქროთ, რომ სადმე წავა. არა, მეგობრებო. მას ლაპარაკობთ. პირიქით ამ ურთიერთობას დააბალანსებს. დღევანდელი ჩვენი თემაც ეგაა, გამოძახება ადამიანის. ელოდეთ ამ ადამიანს, გამოძახებულია მეგობრებო და ელოდეთ, უბრალოდ ვისთან ადრე და ვისთან ცოტა მოგვიანებით ესაა, თორე აუცილებლად იმის შიში არ გქონდეთ, რომ სადმე წავა, არავითარ შემთხვევაში. ოქროს თევზი. არ ვიცი როგორ ჩანს, მაგრამ ოქროს თევზი. აი? ხო, ოქროს თევზი მეგობრებო. თქვენ ხართ მისი ოქროს თევზი. თან კიდევ როგორი ოქროს თევზი იცით? მორგანა ოქროს თევზი. აი ძალიან ჭკვიანი ხართ მეგობრებო მისთვისაც. ხო. ადამიანო, ქართული გესმით? არ მაქვს კითხვებზე პასუხი მეგობრებო. არ მაქვს კითხვებზე პასუხი. მოკლედ, ჩემო ძვირფასებო. ესეთი იყო, ყურადღებით იყავით, კარტი გადავჩეხე და აი ესეთი კარტი ამოვიდა ქვემოდან უბრალოდ დავხედე და ეს ნიშნავს ყურადღებას. ყურადღებით იყავით, შეიძლება იყოს ახლა ეს ჩათვალეთ გაფრთხილებად. თუ კი გაქვთ რაიმე საბუთებთან ხელის მოსაწერი, მეგობრებო, არ იჩქაროთ, ან კარგად დააკვირდით რა წერია გაშიფრეთ, ან დაეკითხეთ მცოდნეს. ყველაფერს გადახედეთ კონკრეტულად კარგად და დარწმუნდით, რაზეც აწერთ ხელს. თუ კი იქნება ეს განქორწინება, დაქორწინება, საბუთების, წასვლის, წამოსვლის, ფორმალობის, რასთანაც იქნება საჭირო თქვენი ხელის მოწერა. ყველაფერს კარგად დააკვირდით, მეგობრებო. არ გარისკოთ, იყავით ყურადღებით. ხო. ამიტომ ეს ჩათვალეთ რჩევად, რადგან ამოვიდა. ასე რომ, ჩემო ძვირფასებო, უღრმესი მადლობა ყველას. თქვენი პარტნიორი გამოძახებულია. ასე რომ, სოფი, რატომ ტირილი? სოფი, რატო გონია, რომ ცუდი რამე მოხდება? რატო ტირილი? სოფი, რატომ არ მირეკავა ბოლო დროს? რატო გეშინია? რისი გეშინია? სოფი, დამირეკე ხვალ აუცილებლად. და სად მიდიხარ? საქართველოში? ხო, დამირეკე ხვალ სოფი აუცილებლად. მოკლედ, ჩემო მეგობრებო, ელოდეთ ამ ადამიანის გამოჩენას, კონტაქტზე გამოსვლას. არი ნერვიულო სოფი, ყველაფერი კარგად იქნება. მერე რა რომ მიდიხარ, მაგას რა ჯობია, წლები არ ყოფილ ხარ და ალბათ ახლა ნერვიულობ. ყველაფერი იქნება კარგად. მე ევროპაში ვარ კი. ელოდეთ თქვენი პარტნიორის კონტაქტზე გამოსვლას, მეგობრებო. გამოძახებული და დამთავრებულია ეს ადამიანი მოვა თქვენამდე. მოვა SMS-ებით, მოვა კონტაქტზე გამოსვლით, დაკონკრეტებით თან, დაკონკრეტებით, კონკრეტულად მოგწერთ რა უნდა და რა აწუხებს ამ ადამიანს, მოკლედ მეგობრებო. თან სერიოზულად.
ეხლა ვერ გაგცემთ პასუხს მეგობრებო, უკვე გვიანია, ჩემო კარგებო. ასე რომ ავტვირთავ ამ ყველაფერს YouTube-ზე ხვალ ჩემო ძვირფასებო და გელოდებით კომენტარებში. საერთოდ კი ბატონო, კი ბატონო. მშვიდობიანი ღამე მინდა გისურვოთ, ბედნიერი დილის გათენება მეგობრებო. და თქვენ გულებში ყოფილიყოს მზე, არავიზე და არაფერზე არ ინერვიულოთ, ამათ არ ღირს მეგობრებო. ამათ არ ღირს. გარწმუნებთ. თქვენი აუცილებლად თქვენთან მოვა. თქვენი არსად არ წავა მეგობრებო და წას თუ წავა, ესე იგი თქვენი არ ყოფილა. თქვენი ღირსი არ ყოფილა, თქვენი შესაფერისი არ ყოფილა. ეს ის ადამიანი არ ყოფილა, ვინც თქვენ გჭირდებათ, ასე რომ თუ წავა და აღარ მოვა, გაუშვით. ხო, ასე რომ დაელოდეთ თქვენსას. ხო. აბატონო, ესეც აქ იყოს. აბა მშვიდობიანი ღამე და გემშვიდობებით, ჩემო მეგობრებო, აბა ნახვამდის. ხვალამდე, შეხვედრამდე. სოფი დამირეკე ხვალ. აბა კარგად იყავით.